8 მარტს ლას-ვეგასში UFC 326-ზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ამ სპორტის ორი ლეგენდა და თან BMF-ის ხამარზე, ჩარლზ ოლივერა და მაქს ჰოლოუეი. აბსოლუტურად ყველა MMA-ის კომაგი ელოდება ამ დაპირისპირებას 70 კილოგრამში და არსებობს იმის შანსი, რომ ამ მატჩში გამარჯვებული არმან სარუკიანის გავლით დაეჯახოს სატიტულო ბრძოლით ილია თოფურიას. რა თქმა უნდა იმის მერე, რაც ილია თოფურია დააძინებს ჯასტინ გეიჯის. აღწერაში დაგიტოვებთ ბმულებს ჩარლზ ოლივერას ვიდეოზე, მაქს ჰოლოუეიზე, ჯასტინ გეიჯიზე, ასევე ნახავთ BMF-ის ხამრის ისტორიას, როგორ შეიქმნა ეს ტიტული, ვინ იყო პირველი ჩემპიონი, ასე რომ ვისაც ვრცლად გაინტერესებთ ეს თემები, შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ვიდეოებზე. დღეს კი ამ მებრძოლების ძლიერ მხარეებზე ვისაუბრებთ, გავაკეთებთ ანალიზს, გავაკეთებთ ასევე პროგნოზს და გავიგებთ, ჩარლზ ოლივერა ამ BMF-ის ტიტულს ჩაიტანს თავის ქვეყანაში თუ ისევ მაქს ჰოლოუეის დარჩება. მაქსი და ჩარლზი პირველად ერთმანეთს შეხვდნენ 2015 წლის 23 აგვისტოს, ეს ბრძოლა 66 კილოგრამში წარიმართა და პირველივე რაუნდში დასრულდა ოლივერას ტრავმით. მან დაიზიანა საკლაპავი მილი და შეხვედრა ჰოლოუეის გაუფორმეს ტექნიკური ნოკაუტით. ბრძოლა ისე სწრაფად დასრულდა, რომ ვერ გამოარჩევდი ფავორიტს და აი უკვე 10 წელზე მეტი დრო გავიდა. ორივე მებრძოლმა არაერთხელ მოიპოვეს UFC-ის ჩემპიონობა სხვადასხვა დივიზიონში, შექმნეს საამაყო მემკვიდრეობა, თუმცა გამოჩნდა ქართველი, რომელმაც ორივე დააძინა და თან ერთმანეთის მიყოლებით. დაი 8 მარტს ბრაზილიელი და ჰავაიელი გაარკვევენ ბოლო-ბოლო ვინ არის მათ შორის საუკეთესო. თოფურიასთან შეხვედრის მერე, როდესაც ჰეითერები ილიას აკრიტიკებდნენ, რომ მან ჩამოწერილი მაქსი დაანოკაუტა, ჰავაიელმა დაუმტკიცა ყველას ის მწყობშია და კონკურენციას ნებისმიერს გაუწევს. ბოლო შეხვედრაში მაქსი BMF-ის ხამრის დაცვით დაუპირისპირდა დასტინ პორიეს. ეს იყო 5 რაუნდიანი დაძაბული ბრძოლა, რომელშიც ჰოლოუემ დაამარცხა ბრილიანტი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით და შეინარჩუნა BMF-ის ხამარი. დღესდღეობით ის დივიზიონის რეიტინგში იკავებს მე-4 ადგილს და ჩარლზზე გამარჯვების შემთხვევაში თან თუ გავითვალისწინებთ UFC-ის დამოკიდებულებას პირველ ნომერთან არმან სარუკიანთან, ჰოლოუეის დიდი შანსები აქვს შეხვდეს ილიას სარევანშო ბრძოლით, სადაც კონზე იქნება ნამდვილი ტიტული და BMF-ის ხამარი ერთად. თუმცა იმის დიდი ალბათობაც არსებობს, მაქსი და არმანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ BMF-ის ხამარზე თეთრ სახლში. მოკლედ რაც არ უნდა მოხდეს, ჰოლოუეის ბრძოლების ნახვა ყველას გვიხარია. მაქსი ძალიან ძლიერი სტრაიკერია, მისი სტილი დარტყმების მოცულობას, დისტანციის საუკეთესო კონტროლს და კრეატიულ კომბინაციებს აერთიანებს. ის ამჯობინებს ორთოდოქსულ დგომში მუშაობას და მთელი ბრძოლის განმავლობაში მაღალ ტემპს ინარჩუნებს. ჰოლოუეის საყვარელი დარტყმებია ჯები, მარცხენა ჰუკი, მარჯვენა კროსი, ბექფისტი და ასევე უამრავი ფეხით დარტყმები სხვადასხვა კუთხით. თუ მის საუკეთესო ჩხუბებზე ვისაუბრებთ, სადაც ჰოლოუემ თავისი სტრაიკინგი მაქსიმალურად გამოავლინა, მაშინვე გვახსენდება ჯასტინ გეიჯისთან ეპიკური ნოკაუტი მე-5 რაუნდის ბოლო წამებზე. ასევე გვახსენდება გიჟური ნოკაუტი კორეელ ზომბთან. არ უნდა დაგვავიწყდეს ტექნიკური ნოკაუტი ჟოზე ალდოსთან და 2018 წელს კრივის მასტერკლასი ბრაიან ორტეგასთან. ჰოლოუეი ძალიან კარგად მუშაობს დაცვაში, ის წუთში სულ რაღაცა 4.74 დარტყმას უშვებს, ხოლო მნიშვნელოვანი დარტყმებისგან თავდაცვაში ადგენს 59%-ს. მაქსი ამ ყველაფერს ახერხებს რკინის ნიკაპის, თავის მოძრაობის და კარგი ტაიმინგის მეშვეობით. თვითონ ჰოლოუეი კი წუთში 7.2 მნიშვნელოვან დარტყმას ასრულებს 48%-იანი სიზუსტით, რაც ძალიან მაგარი მაჩვენებელია. ჭიდაობა და გრეპლინგი. მაქსი პირველ რიგში სტრაიკერია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ცუდი ჭიდაობა აქვს. იმის მიუხედავად, რომ მაქსი არ არის მიწაზე ბრძოლის ინიციატორი, ის ნამდვილი მონსტრია თეიქდაუნებისგან დაცვაში. მისი გდებებისგან თავდაცვა 83%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი UFC-ში ერთ-ერთი საუკეთესოა. წარმოიდგინეთ, ჰოლოუემ პრომოუშენში 23 ბრძოლა ჩაატარა და საერთო ჯამში ის მიწაზე 17 წუთის განმავლობაში აკონტროლეს. ეს ნიშნავს იმას, რომ მეტოქეები მას ძნელად ახმევენ თავზე გრეპლინგს და ჭიდაობას. მაქსი ოსტატურად იყენებს ბალანს და სწრაფად წარმოდგომებს პარტერიდან. მისია ყოველთვის ერთია, მალე დაბრუნება დგომში. თუმცა საჭიროების შემთხვევაში ჰოლოუეი ჰელიოტინას იყენებს ტეიქდაუნებზე კონტრშეტევისას. სწორედ ჰელიოტინით მან დააფინიშა ანდრე ფილი და კაპ სუონსონი. Mixed martial artist, holding professional record. Feely is in trouble. Feely is
რაც შეეხება კარდიოს, ამ საკითხში Holloway-ს პრობლემები არასდროს ჰქონია. მას ტყუილად კი არ ეკუთვნის UFC-ს რეკორდი. ერთ ბრძოლაში აქცენტირებული დარტყმების რაოდენობა. მაქსის ბრძოლის გიჟური ტემპის ბევრ სპორტსმენს შეშურდება. მთელი კარიერის განმავლობაში Holloway-მ 10-ჯერ დაამტკიცა, რომ შეუძლია სრული დისტანციის გავლა და მეხუთე რაუნდშიც ისეთივე ინტენსივობით მუშაობა, როგორც პირველში. მაქსი ბოლო რაუნდებში არ კარგავს არც სისწრაფეს, არც სიზუსტეს და არც შეტევის ხარისხს. დიახ, შესაძლებელია დასტინ პორიესთან ბრძოლაში ფუნქციონალურად პატარა ჩავარდნა ჰქონდა. ეს იყო ორივე სპორტსმენისთვის მძიმე დაპირისპირება. თუმცა მაშინაც კი ჩხუბის ბოლოს სწორედ მაქსი გამოიყურებოდა უფრო მხნედ, არ დაუგდია ტემპი და მიდიოდა შეტევაზე. მეხუთე რაუნდის ბოლო წამებზე მან დასტინი ოქტაგონის სცენში საჩეხაოთაც დაპატიჟა. ასე რომ დალოცვილს ნამდვილად ფენომენალური კარდიო, გამძლეობა და ურყევი ყბა აქვს. რაც შეეხება მენტალობას, ამ საკითხში მაქსის გატეხვა ძნელია. ყოველი მარცხის მერე ის ბრუნდება და ბრუნდება გამარჯვებებით. მაგალითად 2013 წელს კონორთან გადაწყვეტილებით მარცხის მერე Holloway-მ UFC-ში ზედიზედ 13 შეხვედრა მოიგო. გახდა ჩემპიონი და 3-ჯერ დაიცვა ტიტული. თან ყველა თავისი სატიტულო შეხვედრა მოიგო ნოკაუტებით. დაამარცხა ენტონი პეტისი, 2-ჯერ ჟოზე ალდო და ბრაიან ორტეგამ. პრინციპში ამაზე მას შეეძლო დაესრულებინა კარიერა, მაგრამ არა, შეხვდა დასტინ პორიეს, გადაწყვეტილებით დამარცხდა, თან ავიდა პორიესთან 70 კილოგრამში, დროებით ტიტულზე და უძლიერესი ოპოზიცია დაახვედრა მას. მერე დაბრუნდა 66 კილოგრამში, კიდევ დაიცვა ტიტული ფრენკი ედგართან და გამოჩნდა ვოლკანოვსკი, რომელმაც გადაწყვეტილებით 2-ჯერ ზედიზედ დაამარცხა Holloway, მაგრამ მაქსი არ დაეცა, კიდევ შევარდა ოქტაგონში, გაიმარჯვა 2-ჯერ, მოიპოვა სატიტულო შეხვედრა ვოლკანოვსკისთან მესამეჯერ, თუმცა კიდევ დამარცხდა გადაწყვეტილებით, მაგრამ არ დაუყრია ფარხმალი, კიდევ დაბრუნდა, გაიმარჯვა ზედიზედ 3-ჯერ, მოიპოვა BMF-ის ქამარი და საუკეთესო ფორმაში შეხვდა ილიას. ნუ თოფურიამ ყველას გვახსოვს, რომ დაიცვა თავისი ტიტული უმაგრესი ნოკაუტით და პირველმა გათიშა მაქსი. აქამდე Holloway-ს შეხვედრა ნოკაუტით არ წაუგია. და აი ამ ძიმე ნოკაუტის მერე ის დაბრუნდა, დაიცვა BMF-ი პორიესთან და აგრძელებს წინსვლას. ასე რომ მენტალობა Holloway-ს უმაღლეს დონეზე აქვს. ის არასდროს არ შედის trash talk-ში, მაქსი გამოდის, აკეთებს თავის საქმეს და მერე უბრუნდება ოჯახს. ჩარლზ ოლივერა, სპორტსმენი, რომელიც ერთ დროს UFC-ში მოდიოდა 11 გამარჯვებიანი ვინსტრიკით. გახდა ჩემპიონი, 3-ჯერ დაიცვა ქამარი და მოხსნა ორგანიზაციაში უამრავი რეკორდი. მაგალითად, ყველაზე მეტი საბმიშენი. მას არ ეშინია გამოწვევების, თანხმდება ნებისმიერ ბრძოლაზე და აი ეხლა ოლივერას ეძლევა შანსი მოიპოვოს BMF-ის ქამარი. ასე რომ ბრაზილიელი ამ შეხვედრაში იქნება უკიდურესად სერიოზულად განწყობილი. იმის მიუხედავად, რომ ჩარლზი საბმიშენების მანქანა, ის დგომშიც საკმაოდ ეფექტურია. მისი სტრაიკინგი ერთმანეთში აერთიანებს აგრესიულ Muay-Thai-ს და პრესინგს, სადაც ის მუდმივად წინ მიდის, იყენებს პირდაპირ დარტყმებს, იდაყვებს, მუხლებს. ის განსაკუთრებულად საშიშია კლინჩი. ძალიან კარგად იყენებს თავის გრძელ კიდურებს დგომში, ეფექტურად ასრულებს მარცხენა ჰუკს კონტ შეტევაზე და კარგად იცავს დისტანციას პირდაპირი დარტყმებით. მან თავისი ეფექტური პანჩებით ბევრი ძლიერი სპორტსმენი დაანოკაუტა, მაგალითად მაიკლ ჩენდლერი და ბენილ დარიუში. თუმცა ჩარლზს პატარა პრობლემები აქვს დაცვაში. ის წუთში საშუალოდ 3.24 მნიშვნელოვან დარტყმას უშვებს. მისი დარტყმების დაცვის პროცენტი 49-ს შეადგენს. ეს სრულად საკმარისია, რომ ისეთი მებრძოლი, როგორიც არის ილია თოფურია, ის ძალიან დააზიანოს. სამაგიეროდ ოლივერას კარგი მაჩვენებელი აქვს შეტევაში. ის წუთში 3.35 მნიშვნელოვან დარტყმას ასრულებს 54%-იანი სიზუსტით. კარიერაში გააფორმა 10 ნოკაუტი, რაც ჯიტსერისთვის საუკეთესო მაჩვენებელია. ჭიდაობა და გრეპლინგი. ჩარლზი გრეპლინგის და ჯიუ-ჯიტსუს ნამდვილი პროფესიონალია. პროფესიონალურ კარიერაში მან ჩაატარა 36 ბრძოლა, საიდანაც 22 შეხვედრა დაასრულა ან მახრჩობელით, ან მტკივნეულით. როგორც ელიტარული ჯიტსერი, ოლივერა ძალიან კარგად ასრულებს მახრჩობელებს თან სხვადასხვა ვარიაციაში, უყვარს მეტოქეების დახრჩობა ზურგიდან. ამის კარგი მაგალითია მისი ბოლო შეხვედრა გამროთან, სადაც არავის ჯეროდა, რომ ბრაზილიელი გაიმარჯვებს. ჩარლზის ჰელიოტინას ნამდვილი ხაფანგია, ამის კარგი მაგალითია კევინ ლისთან ბრძოლა.
მოკლედ მახრჩობელა თავისი ყველა ვარიაციით ჩაზის ნამდვილი სტიქია და თუ ის თავის მეტოქეს მოეხვია ყელზე, დიდი ალბათობით ყველაფერი ფინიშით დასრულდება. მხოლოდ UFC-ში ბრაზილიელს 17 საბმიშენი აქვს გაფორმებული, ეს აბსოლუტური რეკორდია. რაც შეეხება ჭიდაობას, ოლივერა არ არის ელიტარული მოჭიდავე კლასიკური გაგებით. ხშირად არასრულებს გდებებს, თუმცა 55%-იანი თავდაცვა აქვს ტეიქდაუნებისგან, რაც მას საშუალებას აძლევს დარჩეს ფეხზე და კონტრზე შეასრულოს თავისი ჯიუ-ჯიტსუ სილეთები. ის ნამდვილი საბმიშენების მტაცებელია, რომელიც მეტოქეს პატარა შეცდომასაც არ პატიებს. რაც შეეხება კარდიოს, ამ ასპექტში ჰოლუეი ბრაზილიას აშკარად ჯობნის. ოლივერას კარიერაში მხოლოდ ერთი 5 რაუნდიანი ბრძოლა ჰქონდა, როდესაც ის რევანშით შეხვდა მაიკლ ჩენდლერს. სხვათა შორის მაშინ იმის მიუხედავად, რომ ჩარლზმა გაიმარჯვა, ბოლო რაუნდებში არც თუ ისე კარგად გამოიყურებოდა. თუმცა ის იყო ჩენდლერის ტემპი და აქ კი მაქსი იქნება. ამიტომ ოლივერა ყველანაირად ეცდება შეხვედრის დასრულებას პირველივე რაუნდში, საბმიშენით. თუ მას ეს არ გამოუვიდა, საჩემპიონო რაუნდებში მისი გამარჯვებების შანსები მკვეთრად შემცირდება. რაც შეეხება ჩარლზის მენტალობას, ის ამ საკითხში ძალიან ძლიერია. რაც მან ბავშვობაში გადაიტანა, ახლოსაც არ მივა MMA-თან. UFC-ში ოლივერას ბევრი მარცხი უნახია, მაგრამ ყოველთვის ბრუნდებოდა და იგებდა მომდევნო შეხვედრებს. აი მაგალითად იმის მერე, რაც ილიამ ის ღრმა ნოკაუტში გაუშვა, ბევრმა მასზე ხელი ჩაიქნია, მაგრამ ის რამოდენიმე თვეში დაბრუნდა და დაამარცხა უძლიერესი სპორტსმენი მატეუშ გამროტი. სხვათა შორის ამ შეხვედრაში თვითონ ბრაზილიელებს არჯეროდა, რომ ამ ძიმე ნოკაუტის მერე თან სათანადო აღდგენის გარეშე ოლივერა დაბრუნდებოდა გამარჯვებით. ეხლა კი რაც შეეხება პროგნოზს, ოლივერას ერთადერთი გამარჯვების შანსი არის პარტერი და საბმიშენი. თან ეს უნდა მოხდეს პირველ ან მეორე რაუნდში, მაქსიმუმ მესამე რაუნდში. თუ მან გადაიყვანა მაქს ჰოლუეი მიწაზე, კი, შანსი აქვს რომ გაიმარჯვოს. მაგრამ ჰოლუეი ძალიან კარგად იცავს თავს გდებებისგან, დარტყმებით კარგ დისტანციას იჭერს და მხოლოდ ერთი მისია უნდა ჰქონდეს მას: გდებებისგან დაცვა, პარალელურად შეტევა და ოლივერას დაღლა. პირადად მე მგონია რომ მაქსი გაიმარჯვებს გადაწყვეტილებით, თუმცა არსებობს იმის შანსი რომ მან დაღლილი ოლივერა დაანოკაუტოს მეოთხე ან მეხუთე რაუნდში. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არსებობს იმის შანსი რომ ოლივერამ გაიმარჯვოს, თუ მან გადაიყვანა ბრძოლა პარტერში და რამე უბედური საბმიშენი გაუფორმა. დაწერეთ თქვენი პროგნოზები ამ ბრძოლაზე, ძალიან საინტერესო იქნება ამ ყველაფრის წაკითხვა. მე კიდევ ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.